მეცა შეფასება მის მოღვაწეობას, რომ ეხა ახალს მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ დაუმატებ. ალბათ უბრალოდ აი ჩვენი მსმენელისთვის რომ უფრო იოლად აღსაქმელი გახდეს რა გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის, ალბათ უნდა თითოეულმა ჩვენთაგანმა ვნახოთ რა დახვდა უწმინდეს, როცა მოვიდა საქართველოს ეკლესიის სათავეში და რა დატოვა მან, როცა წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა იმ უფალს, რომელსაც ემსახურებოდა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში. დახვდა რა? დახვდა აბსოლუტურად განადგურებული ეკლესია, შეიძლება ესე ითქვას, ეკლესიას ვერავინ და ვერასდროს ვერ გაანადგურებს, მაგრამ აი ადამიანური თვალსაზრისით მას აბსოლუტურად განადგურებული ეკლესია დახვდა. დახვდა დაახლოებით, ეხა არ მინდა ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვი, დაახლოებით 3 ათეული ეკლესია მოქმედი მთელი საქართველოს მასშტაბით და ალბათ მაქსიმუმ ამოდენივე სასულიერო პირი მთელი საქართველოს მასშტაბით. არ მინდა ახლა არავის შეურაცხყოფა მივაყენო და არც ვაყენებ ცალსახად, ყველა ამ ადამიანის ღვაწლი განუზომელია ჩვენი ეკლესიის, მაგრამ უბრალოდ რო წარმოიდგინოთ, არ არსებობდა სასულიერო სასწავლებელი. საერთოდ საქართველოში არ ქონდა უფლება ეკლესიას, რომ აღეზარდა ესე ვთქვათ სასულიერო დასი. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვამბობ, რომ უღირსი იყო ვინმე მანამდე, პირიქით უდიდესი ღვაწლი გაწიეს მათ აი იმ ძალიან რთულ პერიოდში, მაგრამ მდგომარეობა და მოცემულობა ეს იყო. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის რო წარმოვიდგინოთ, როგორი წნეხის ქვეშ იყო საქართველოს ეკლესია, საქართველოს ეკლესიის პატრიარქს არ შეეძლო არც ეპისკოპოსის და არც სასულიერო პირის კურთხევა სვეტიცხოველში, ჩვენს დედა ეკლესიაში და არც მირონის მოხარშვა იქ. აი ამდენად შეზღუდული იყო მისი მოქმედების არეალი. ახლა რა დატოვა? დატოვა 2000-ზე მეტი ეკლესია, დაახლოებით 3000 სასულიერო პირი, სემინარია, აკადემიები არა მარტო დედაქალაქში, არამედ ეპარქიებშიც სრულად მოქმედი. ეპარქიები, რომელიც მანამდე არსებობდა მხოლოდ ფურცელზე, ფაქტობრივად მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, დღეს სრული სავსე საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობენ ეპისკოპოსებით, მღვდლებით, დიაკვნებით და უამრავი საერო ხალხით. ამიტომ ალბათ მარტო ამის თქმაც კი საკმარისია, რომ ადამიანმა მისი ღვაწლი შეაფასოს როგორც განუზომელი ჩვენი ერის და ეკლესიის წინაშე. თუმცა მარტო ეს არ არის. აი მე მინდა გაგახსენოთ მისი უწმინდესობის სიტყვები, რომ საქართველო გაბრწყინდება, მას ძალიან უყვარდა ამ სიტყვების გამეორება. საკუთარ თავს ვამხელ და ვიტყვი, რომ მე ამ სიტყვებს ძალიან სკეპტიკურად უყურებდი ხოლმე ბევრი წლის უკან, მაშინ როცა ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან სკეპტიკურად უყურებდი, ახლა ხედავდი რა ჩვენი ქვეყნის სავალალო მდგომარეობას, ფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ მისი რაღაც ოცნება იყო, რომელსაც გამოთქვამდა სიტყვით. თუმცა მიხარია, რომ უთქვა, რომ წარედ ვცდებოდი ამაში, საქართველომ გაიბრწყინა და არაერთხელ გაიბრწყინა უპირველეს ყოვლისა მისი უწმინდესობის მოღვაწეობით, მაგალითად უპირველეს ყოვლისა აღნიშნავდი მის მიერ საეკლესიო, მსოფლიო საეკლესიო საბჭოს დატოვებას, აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს ეკუმენური მოძრაობას, ეს ერესთა ერესის დატოვებას, რომელიც არის პირდაპირ ვიტყვი საფუძველის დამანგრეველი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ამ საბჭოს დატოვების დროს გაიბრწყინა საქართველოს ეკლესიამ, ასევე ცალსახად საქართველოს ეკლესიამ გაიბრწყინა მაგალითად სულ ახლო წარსულში, როდესაც მთელი ესე თქვა ცივილიზებული სამყარო ცდილობდა გარყვნილების პროპაგანდას მთელ სამყაროში, მისმა უწმინდესობამ თავის ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეშინებოდა ამ ყველაფრის და წინააღმდეგ წასულიყო და ეთქვა, რომ
ამას ქართველიერი არ მიიღებს. გახსოვთ თქვენ, როდესაც მივიღეთ ჩვენ სამწუხაროდ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ესე ვთქვათ მიზანი საერთოდაც არ იყო ვინმეს დისკრიმინაციისგან დაცვა, არამედ იყო ცოდვის დაკანონების მცდელობა, ცოდვის ნორმალიზების მცდელობა მისმა უწმინდესობამ ამბიონიდან განაცხადა, რომ ქართველი კაცი ცოდვას არასდროს არ მიიღებს და ამას სათნოებას არასდროს არ დაარქვევს. ამას მოყვა კიდევ ერთი გაბრწყინება 17 მაისს, როდესაც უწმინდესმა დააწესა მოგცა ლოცვა კურთხევა, რომ ამ დღეს მთელი სამყაროს წინააღმდეგ ჩვენ აღვენიშნა ოჯახის სიწმინდის, მშობლების პატივისცემის დღე და ჩვენ ნახეთ, როგორ ზეიმობს იმის მერე ჩვენი ეკლესია და ხალხი, ზოგადად ხალხი ამ დღეს. და კიდე ესია, ეხლა დიდხან შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი მიღწევები, რომელიც მან ესე ვთქვათ, კორონას პერიოდშიც კიდე. ეს COVID ისტერია ხო საერთოდ, მადლობა რომ გამახსენეთ ორნიკე, ეს საერთოდ ესე ვთქვათ, შეშინებული მთელი სამყარო, სოროებში გამოკეტილი, ყველა ვერავინ ვერ ბედავს გარეთ გამოსვლას, მის უწმინდესობაზე მიდის ტელევიზიით თუ ისე უდიდესი წნეხი, რომ მან რო ვერ დააკეტინეს ტაძრები, მერე იმას ეხვეწებოდნენ, იქნებ ის მაინც თქვა, რომ სახში აღნიშნონო, ესეც არ თქვა არავითარ შემთხვევაში. ამას როგორ ვიტყვი, მთელი ცხოვრება ხალხს უხადაგებ, ეკლესიაში მოდითო და მთელი ჩვენი სარწმუნოების ცენტრი არის აღდგომა და აღდგომას ხალხს როგორ უთხრა სახში დარჩითო და არათუ ეს არ გააკეთა, თუ გახსოვთ, პირბადეც კი არ გაიკეთა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველას პირბადე ეკეთა ხოლმე, მან თვითონ პირბადეც კი არ გაიკეთა. ასე რომ ესეც კიდევ ერთი გაბრწყინება იყო ჩვენი ქვეყნის მსოფლიო არენაზე და ეს აი წარმოიდგინეთ, ამან მარტო ის კი არ მოუტანა მის უწმინდესობას, მისმა ასეთმა მართკვეთელურმა გადაწყვეტილებებმა, რომ საქართველოს ხალხი სცემს პატივს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას უდიდეს პატივს სცემენ და ჩვენმა ხალხმა კიდევ ვფიქრობ, რომ ღირსეული პატივი მიაგო, რასაც არც ერთი ჩვენთაგანი არ ველოდით. რა თქმა უნდა, ახლა უზარმაზარ პატივისცემას ველოდით, მაგრამ ამას, რაც ჩვენ ვნახეთ, ამას არავინ არ ელოდა. რა ეს იყო, რა ვიცი, ალბათ როგორც ბევრი საუკუნის წინ 100,000 მოწამე, ესე რაღაცა მაღძრა, რომ თავი დაედოთ, აეხლაც რაღაცა მარა, სულიწმინდა მაღძრა საქართველოს, რომ პატივი მიეგო იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება შეწირა ამ ქვეყანას და ეკლესიას. მე ესე ვფიქრობ და ეს იყო ზეიმი. ეს არ იყო მწუხარების გასვენება, ეს იყო ზეიმი. ყველას უხაროდა ამდენი ჩირქის, ამდენი უბედურობის სროლის მერე, ვფიქრობ, ყველამ ცხვირი მოიხოცა. ამდენი მილიარდების დახარჯვის მერე, რომ ეკლესიისთვის არ მოესმინა, ჩვენ გვახსოვს ხო ნარატივები, რომ ეკლესიას აზრს ვერ შეაცვლევინებთ, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეკლესიას ხალხმა არ დაუჯეროს და ჩვენ ნახეთ საოცრება. ეს ასწაულია, ამას სხვას ვერ დავარქმევთ და მადლობა მის უწმინდესობას ამისთვის და ჩვენ ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი დანატოვარი. ესა უმნიშვნელოვანესი დღეს, რომ არ გავაფუჭოთ. ისედაც ამ კაცმა დაალაგა